Სალამი მეგობრებო, დღეს ცოტა განსხვავებული ვარჯიშ რუბრიკა გვაქვს YouTube-ზე. Დაგვჭირდება ესეთი სავარჯიშო ბურთი, ან ვთქვათ, ჩოგბურთის ბურთი, ან სხვა ნებისმიერი მსგავსი თვით მასაჟის ბურთი, ან თუ საერთოდ არ გაქვთ, ეგეც არ არის პრობლემა, მუშტს გამოვიყენებთ. მოკლედ, ასეთ ბურთებზე ინფორმაცია უკვე მიდევს წინა ვიდეოში, როგორ უნდა აარჩიოთ, რომელს რა დანიშნულება აქვს და შემდეგ ვიდეოებში ვეცდები, რომ ვარჯიშებიც ნელ-ნელა გაჩვენოთ ხოლმე. ეს რუბრიკა არის შედარებით ახალი და ამის ფარგლებში ვაპირებ, რომ ცოტა ლექცია ვარჯიშის ტიპის ვიდეოებიც ჩავრთოთ ხოლმე. არ მithქვამს, რაზე არის ვიდეო. ვიდეო შეეხება ეს იღლიებს ქვემოთ მოშვებულ კანს, რომელიც ქალების, არ ვიცი, ალბათ 90%-ს აწუხებს. და ამ ვიდეოში გაჩვენებთ რამდენიმე ვარჯიშს, რომელიც შეგიძლიათ შეასრულოთ ნებისმიერ დროს. არ ჭირდება არანაირი გახურება და რაიმე წინსწრებით შესრულება რამე ვარჯიშის და ასევე ვიდეოს ბოლომდე თუ დარჩებით, ვისაუბრებთ იმ მიზეზებზე, რომლებიც იწვევს სწორედ აქ მოშვებულ კანს და რაღაცა ესეთ კოსმეტიკურ დეფექტს, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ესე გვაწუხებს ხოლმე. მოკლედ, ხო, და ამ ვიდეოს ფარგლებში გვექნება ცელულიტზე, შეშუპებაზე და ასე შემდეგ ძალიან ბევრ საინტერესო თემას განვიხილავთ და აუცილებლად კომენტარებში დამიტოვეთ, რა თემაზე გინდათ რომ ვისაუბროთ. ვარჯიშისთვის ფეხები მხრების სიგანეზე, ზურგი გვაქვს უკან სწორად, ვიღებთ ბურთს, მაგრამ მანამდე გავშალოთ ხელი, აი ისე რომ ცერათით იყურებოდეს წინ, წამოვიღოთ და იმ ადგილას, სადაც გაჩერდება ცერი, იქ დავიდოთ ესე ბურთი, ან როგორც გითხარით, ესეთი მომუშტული ხელი, ისე რომ ეს რა ქვია მას? აი მოკლედ ესენი იყურებოდეს ჩვენი მხარსა და მკერდს შორის ჩაღრმავებაში აქ მოვათავსოთ, აი ესე. და ცოტა ესეთი მოძრაობით ფრთხილად დავატრიალოთ ხელი. დაახლოებით, არ ვიცი, 30 წამი ვასრულებთ ამ მოძრაობას, ჯერ ერთ მხარეს. მარტივია, ბურთი ჩემ შემთხვევაში არის ჩაღრმავებებით, თქვენ სულ გლუვზედაპირიანი შეგიძლიათ აარჩიოთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ნუ ესეთი ჩაღრმავებით უფრო ის არის მტკივნეული შეიძლება იყოს ბევრისთვის და არც არის სავალდებულო რომ გქონდეთ სახში. საკმარისია. მეორე ხელში გადავიტანოთ ბურთი, წამოვიღოთ მეორე ხელი, აი დაახლოებით აქ მთავრდება, დავიდოთ ხელი და მეორე მხარესაც ესე პატარა წრეებს ვასრულებთ. 5, 6, 7 და 8. შეგიძლიათ ოდნავ ზემოთ აწიოთ, ძალიან ზემოთ არ წერთ, აი დაახლოებით ამ სიმაღლემდე შეგიძლიათ აიტანოთ, მაგრამ ყველაზე ოპტიმალურია ესე ქვემოთ. საკმარისია. ბურთი აღარ დაგჭირდება, ამიტომ გითხარით, რომ შეგიძლიათ ჩვეულებრივად მუშტითაც ჩაანაცვლოთ. მეორე ვარჯიშისთვის ვიღებთ ხელებს აი ესე ზემოთ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ და თქვენს უკან არის შუშა, ან კედელი, ან რაიმე აი ესეთი გავიწროვებთ რაღაც და აუცილებელია, რომ ხელები ჩამოიტანოთ ამ შუშებს შორის მოკეცოთ და გახსნათ ისე, რომ რაღაცნაირად ამ შუშას არ შევეხოთ, ხო? 1 ჩამოიტანოთ, აიტანოთ ზემოთ. მთელი კუნთის ძალით. 2 3 დაახლოებით 8 ჯერ ვასრულებთ ამ მოძრაობას. 4 ჩამოტანისას ბეჭები ეხება ერთმანეთს და გვაქვს შეგრძნება თითქოს ძალიან მძიმე რაღაცას ვეკაჩებით. 6 7 და 8. შეგიძლიათ მოადუნოთ ხელები. შემდეგი ვარჯიშისთვის განზე გავიტანოთ ხელები, ზემოთ, ქვემოთ. მარტივია, ამას რამე განსაკუთრებული ინსტრუქცია არ ჭირდება. აი ესე. წინ არ გვივარდება ოღონდ კისერი არის მხრებში ზუსტად მოთავსებული. არც წინ, არც უკან გავარდნილი არ არის. რამდენიმე წამი
ეს კომპლექსი, ეს ვარჯიშები შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, გავგზავნოთ მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს, ვისაც იცით, რომ აწუხებს ეს პრობლემა. როგორც გითხარით, დაიმახსოვროთ და ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს შეასრულოთ ხოლმე. და ბოლო ვარჯიში, თუ დააკვირდით, ეს ყველა ვარჯიში იყო სახსრებზე ორიენტირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სახსრების მობილურობა გარკვეულწილად განსაზღვრავს იმას, როგორ გამოიყენება ჩვენი კუნთოვანი ჯგუფები და ჩვენი კანი. ამიტომ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, როგორც გითხარით, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. თან ამყევით, ოღონდ აი ესე, შემდეგი მოძრაობა ასე გამოიყურება. ზემოთ, ქვემოთ, ზემოთ, ქვემოთ, ზემოთ, ქვემოთ. აი ესე, თან სუნთქავთ. 3, 4, 5. 1, 2, 3, 4, 5. ერთხელაც 2, 3, 4, 5, 3, 4 და 5. თუ პირველად ასრულებდით ამ ვარჯიშებს, ცოტა შეიძლება რთული იყოს თქვენთვის, კარგად დაფერთხეთ ხელები, ესე. შემდეგ უკვე პრაქტიკაში, დღის განმავლობაში 3-ჯერ, 4-ჯერ, როცა გაგახსენდებათ, ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეასრულოთ ეს ვარჯიშები და თქვენ თვითონ იგრძნობთ დროთა განმავლობაში, როგორი ეფექტი შეიძლება გქონდეს. მაგრამ როგორც გითხარით, ამ პრობლემას ბევრად უფრო ისეთი კომპლექსური მიდგომა ჭირდება და რამდენიმე მიზეზი არის, რის გამოც შეიძლება ეს კოსმეტიკური დეფექტი გამოწვეული იყოს. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ძალიან მოტკეცილი ტანსაცმელი, არ ვიცი, მაისურები, ბიუსჰალტერები, რომლებიც იმდენად ან კორსეტები, რომლებიც იმდენად მოტკეცილია და იმდენად ხშირად გვაცვია, რომ რაღაცნაირად ყალიბდება ეს ყველაფერი, ანუ იღლის ქვემოთ ეს ამოწეული კანი. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ყურადსაღები, ასე ვთქვათ, არის ჩვენი დგომი, ხო? თუ ხშირ შემთხვევაში ესე დგავართ, ნახეთ, დააკვირდით, სად ეს, როცა გასწორებული ზურგით ვარ და სად ეს. უფრო მეტად ჩანს და უფრო მეტად თვალშესაცემია ეს იღლიებს შორის მოშვებული კანი, ხო? მესამე და საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი და პრობლემატური არის წონის სწრაფად კლება ან მატება და ეს პროცესი თუ ხშირად მეორდება, თუ იწყებენ რაღაც კონკრეტულ ისეთ დიეტას, რომელიც სწრაფად აკლებინებს წონაში და შემდეგ ასევე სწრაფად ამატებინებს, ესეც რა თქმა უნდა არ არის კარგი და აისახება ზოგადად ჩვენს ჯანმრთელობაზე და სხეულზე, აისახება ასევე ამ ნაწილებზე. ტანსაცმელი უკვე ვთქვი და ბოლოს ნაწილობრივ ვისაუბრეთ წეღან ამ თემაზე ჩვენი სახსრების მობილურობა, რომლებიც არ არიან ისეთი მოქნილები, მობილურები, რომ ყველა მიმართულებით შეასრულონ მოძრაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად გვიწევს ჯდომა, ესე კომპიუტერთან, ტელეფონში თავჩარგული და სულ გვავიწყდება, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე თუნდაც სამუშაო გარემოში ავდგეთ, გავიაროთ, გამოვიაროთ, შევასრულოთ რაღაც უმარტივესი მოძრაობები, თუნდაც კისრის მოძრაობა, მხრების და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი პირდაპირ პროპორციულია ჩვენ კუნთოვან მასაზე, ხო, კუნთის სტრუქტურაზე. კუნთიც რაღაცნაირად ზარმაცდება და წარმოიქმნება ის, რაც წარმოიქმნება ამ ყველაფრის ერთობლიობით, ხო? ამ ძალიან ბევრი კომპლექსური მიზეზის შედეგად. ამიტომ მხოლოდ სულ ვამბობ ხოლმე, რომ მხოლოდ ვარჯიშები რაღაცა კონკრეტული პრობლემის გადაჭრაში არ დაგვეხმარება, ხო? უნდა მივუდგეთ უფრო საფუძვლიანად ამ პრობლემას და სიღრმეებში გამოვიკვლიოთ, რის გამო შეიძლება იყოს ესა თუ ის დეფექტი, პრობლემა, დისკომფორტი წარმოქმნილი, ხო? მოკლედ, როგორც გითხარით, მინდა რომ მსგავსი თემების გარშემოც ვიტრიალოთ ხოლმე, აუცილებლად კომენტარებში დამიწერეთ რა მსგავსი თემა თქვენთვის საინტერესო, რომ მოვამზადოთ ვიდეო და ვისაუბროთ და უფრო მეტად გამოიყენოთ ჩემი YouTube არხი და მეც რომ პატარა სარგებელი ვნახო, არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ეს არხი. აბა დროებით, შევხვდებით შემდეგ ვარჯიშს.